ირაკლი კობახიძეს პენსიონერებზე 43-ჯერ მეტი ანაზღაურება ექნება. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წერს და 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზს აქვეყნებს. TI-ის თანახმად 79-ით მცირდება საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა, ეს კი უმეტესწილად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის თაობაზე მომუშავე ადამიანებს ეხებათ. 61-ით მცირდება განათლების სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობაც. პარალელურად 166-ით იზრდება სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა, ძირითადად პროკურატურაში, აუდიტის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 3 მილიარდ 200 მილიონი ლარით გაიზრდება და 30 მილიარდ 800 მილიონ ლარს მიაღწევს. ასეთ მატებას ახალი ვალის აღება და საგადასახადო შემოსავლების ზრდა განაპირობებს. პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 14600 ლარიდან 16000 ლარამდე იზრდება. მინისტრის ხელფასი 12410 ლარიდან 13600 ლარამდე. პარლამენტის წევრის 11680 ლარიდან 12800 ლარამდე. 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 370 ლარი ხდება, ხოლო 70 და მეტი წლის პირთა პენსია 45 ლარით იზრდება და 495 ლარი იქნება. 2026 წლის ბიუჯეტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაზე 53 მილიონი ლარია გამოყოფილი. ბიუჯეტის პროექტის პირველ ვერსიაში ეს თანხა 153 მილიონი ლარი იყო და ბოლო ვერსიაში 100 მილიონი ლარით შემცირდა. 2026 წელს მისაღები უცხოური გრანტების მოცულობა 85 მილიონი ლარია, რაც 2024 წლის მარჩვენებელზე ორჯერ ნაკლებია, მაგრამ 2025 წლისაზე 27 მილიონი ლარით მეტია. ევროკავშირის მიმდინარე გრანტები 2025 წლის მსგავსად განულებულია. ბიუჯეტის პროექტის თანახმად 2026 წლიდან 6 უწყება უქმდება, სადაც 2025 წელს ჯამში 456 ადამიანი მუშაობდა. ესენი ანტიკორუფციული ბიურო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, საჯარო სამსახურის ბიურო, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.